მე ვარ მარიამ ირიციანი, 7 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ჩოგბურთი ხატვა და ტანვარჯიში. უკვე 5 თვეა, რაც დავდივარ ჩოგბურთის წრეს. ჩოგბურთზე იმიტომ შევედი, რომ ტელევიზორში ვუყურებდი და მომეწონა. თავიდან უფრო გამიჭირდა მარცხნიდან დარტყმა. ყველაზე უფრო გამიადვილდა ბურთის ჩაწოდება. ჩემი რწმუნელია რობერტი მასწავლებელი. ის არის მხიარული და თავისი საქმის პროფესიონალი. მე ვაპირებ ჩოგბურთი ვითამაშო 50 წლამდე. ჩემი გეგმაა რომ გავხდე ბათუმის ჩემპიონი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ დედიკოს, ლომს, სახლს და ასე შემდეგ. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს 20 ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა მოვაწყო გამოფენა. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ ჩემ ოჯახის წევრებს და თამილ მასწავლებელს. საპატიო სტუმრად მეყოლება ჩემი მამი და შვილი ანჟელა ჩიკაშუა. ნახატებს არ ვყიდი, მაგრამ თუ ბევრ ფულს გადამეხდიან, გავყიდი. თითო ნახატი უნდა ღირდეს 5 ლარი. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონია 20 ლარი. საიდან მქონდა და მამა მაძლევდა და დავაგროვე. ამ ფულით მე ვიყიდა ტკბილეული. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ჟილები. საყვარელი საჭმელია სხვათა შორის მეც ვიცი გემრიელი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი მასწავლებელი მყავს და კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია დავით ჩოკაძე. ყველაზე ჭკვიანია ცოტნე მიქელაძე. ყველაზე მშვიდია ადელინა ფადაევა. ყველაზე ქსელქია ალექსანდრე მიქელაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია და საყვარელი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თამილა შარაშიძე, იმიტომ რომ ლამაზია, პრანჭია, საყვარელი და ასე შემდეგ. ჩემი აზრით თამილა მასწავლებელს ყველაზე უფრო მე ვუყვარვარ. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი. თუ მხატვარი არ გამოვალ ჩოგბურთელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ფერია. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, 2 ძმა, 3 და და 1 ძაღლი. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა, 1 და 1 კნუტი. მამიკო არის მხიარული, შრომელი, სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, მზრუნველი, მშრომელი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. მე ასევე მიყვარს ტანვარჯიში. ცოტა ხანს ვიყავი და გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ შევედი ცეკვაზე. მერე ცეკვიდანაც გამოვედი, იმიტომ რომ ცეკვაზე ბევრს ლაპარაკობდი და გამოვედი. კიდევ კარგი ბევრი რამის სწავლა მოვასწარი. ჩემი საყვარელი ცეკვა ჩაჩა. საყვარელი ლეთია ეს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია სალკის ჩიტი. ასევე მიყვარს მულტფილმების ყურება. საყვარელი მულტფილმია ემილი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი ყველაზე კარგი მხატვარი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა რომ მქონდეს ფრენის ძალა. ფრენა რო შემეძლო, საქინამ პირდაპირ გავფრინდებოდი თბილისში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია დახუჭობანა. ჩემი ნება რო იყოს, ავკრძალავდი მგელობანა. იმიტომ რომ ერთი ჩემი მეგობარი მგელობანას თამაშობდა და ხიდან ჩამოვარდა. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, იმიტომ რომ მექნება ოქროს დაბადების დღე. ამ დაბადების დღეზე მინდა მაჩუქონს დასარეკე საათი. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება და დიდი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.